გამარჯობა. ეს არის ნიტეკორეს თავის ფანარი. აი ესეთი მოდელი არის IoT27. ეს ფანარი გამოიყურება აი ეს. ამ ფანრის უპირატესობა არის ის, რომ პირველ რიგში საკმაოდ კარგად ანათებს, მაღალი ლუმენები აქვს, უხეშად რომ გითხრათ და სანამ უშუალოდ განათებაზე გადავიდოდეთ, ფიზიკურად აგიღწევთ. მოყვება ესეთი Type-C დამტენი, ორივე მხარე არის Type-C. ესეთი პატარა ინსტრუქცია თუ რა რეჟიმები აქვს, როგორ უნდა გაანათოს. აი ესეთი. მოყვება ესეთი ჩასადები. და დიდი ინსტრუქცია, სადაც ყველაფერი ძალიან ჩაშლილია და დეტალურად არის მოცემული. აი, რო გაჩვენოთ. აი ესე გამოიყურება. თვითონ მასალა არის მაღალი პოლიმერული და ნახეთ, ეს ასევე მოძრაობს, აი ესე. წარმოიდგინეთ, რომ ეს თავის ადგილას მაგდება და ამას ამოძრავებთ როგორც გინდათ, ანუ დახრილობას გულისხმობ. ასევე თვითონ ეს მასალა არის საკმაოდ დრეკადი, წელვადი და აქვს სილიკონები დამატებული ეს იმისთვის, რომ მოჭიდება იყოს საკმაოდ კარგი და მყარი. აი ეს. თვითონ აი ამის წონა არის 48 გრამი, ხოლო ზომა დაახლოებით არის 6.4-ზე 5-მდე. ამ მოდელს მოყვება ელემენტი, რომელიც არის მონთოსებული აი ამ ნაწილში. ელემენტის მოხსნა ხდება, აი ესე ეს ოდნავ უნდა ავწიოთ და გაიხსნება. აი ესეთი ელემენტი აქვს. ელემენტის მოდელი არის HLB 1500 mAh-იანი არის და ეს მოდელი თვითონ იტანება აი ამ ნაწილით. მოკლედ ეს Type-C, სადაც მოყვება, ერთდება აი აქ. ჩაკეტვა იგივენაირად ხდება. აი ესე ხმას გაიგებთ და მოკლედ ჩაკეტილია. განათების 9 რეჟიმი აქვს. ეხლა გაჩვენოთ თითოეულ მათგანს. პირველ რიგში გეტყვით, რომ სულ 2 ღილაკი აქვს W და Y. ერთი ერთ ფერს ანათებს, მეორე ფერს და ასევე აქვს წითელი მაშუქი, აი თუნდაც დახმარებისთვის, თუ გინდათ სოსი დაარქვით. პირველ რიგში ჩართვა და გამორთვა ხდება, აი აქ დიდხანს დაჭერით. ორი ფერი აქვს, როგორც გითხარით. ერთი არის ყვითელი, მეორე ნეიტრალური, აი ესე იცვლება მოკლედ. თვითონ ამ მოდელში რო შევცვალოთ ფერები, აი იგივეს უნდა დავაჭიროთ და მოიმატებს რა სიმძლავრე. იგივენაირად შეგვიძლია აი აქაც მეორე ფერზე. აი ეს, მოკლედ აქ გამოდის 6 განათება. მაქსიმალური განათება არის 800 ლუმენი. აი ეს. ასევე შემდეგი აი გათიშვა, იგივენაირად დიდხანს ვაწვევით, სულ ერთი არომას დავაწვევით გათიშვისთვის ან პერკით ჩართვისთვის და რაც შეეხება სოსს. სოსი ირთვება ღილაკზე ორჯერ სწრაფად დაჭერით. აი ესე და თუ გვინდა რომ აი ამ წითელმა ნათებამ ანუ იციმციმოს, ვაწვევით კიდევ ერთხელ და შემდეგ უკვე იციმციმებს. ერთხელ დავაწვევით გაჩერდება, იგივენაირად გავთიშავთ და ჩართვა ჩვეულებრივად გააგრძელებს სხვა რეჟიმს. კიდევ არის ერთი რეჟიმი, აქამდე უკვე 7 გავიარეთ. შემდეგი რეჟიმი არის ესეთი, ორივე ღილაკს რამდენიმე წამით განუწყვეტლივ ვაწვევით. და აი ესეთი რაღაც ჩაირთვება. აი რამდენჯერაც დავაწვევით, მხოლოდ მაშინ აკეთებს. ამისი გათიშვა ხდება აი ესე, ისევ დიდხანს უნდა დავაჭიროთ ერთდროულად და უბრალოდ გადავა სხვა რეჟიმზე. სულ ეს არის ამ მოდელთან დაკავშირებით. დეტალური ინფორმაცია საიტზე გაგიზიარებთ, სადაც ყველანაირი მონაცემი ეწერება, რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ, განათება, მანძილი, დრო და ასე შემდეგ. თუ რამე კითხვა გექნებათ, აუცილებლად გითხარით. მადლობა.